ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უცამდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სავიზო შეზღუდვები შეეხება ქართული ოცნების მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების წარმომადგენლებსა და ინდივიდუალურ პირებს. სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალა ვიზების გაცემა მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ამ პირების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით სანქციებსაც ამზადებს. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია ქართული ოცნების მიერ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პროტესტის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს უზომოდ სურდა, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვასა ან თანამონაწილეობაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვებს. ჩვენ ვამზადებთ დამატებით მოქმედებებსაც, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გსურს ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, არად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას და ემატება მანამდე გამოცხადებულ ქმედებებს, რომელიც ეხება ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფ 100-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს. სავიზო სანქციების ახალი ტრანშის შემდეგ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ზღვარს გასცდა. მათი თქმით, დამარცხებული მთავრობა ამერიკიდან ახლა კუდს იქნევს, რაც აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდა წააგო არჩევნები, სულ ახლახან, ცდილობს, რომ ცუდი მემკვიდრეობა, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს და ადმინისტრაციამ, რომელიც კიდევ ერთხელ, რომელმაც დაკარგა ამერიკელი ხალხის მანდატი, დღეს ამერიკელი ხალხის სახელით აფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან მნიშვნელოვან პარტნიორთან. რაც შეეხება მომავალ ადმინისტრაციას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მომავალი ადმინისტრაცია შეუდგება ფუნქციონირებას, ისინი გადააფასებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის. ოცნების წინააღმდეგ უფრო მკაცრ ნაბიჯებს ითხოვს ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში. ამის შესახებ მან კონგრესში ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ საუბრისას განაცხადა. სამწუხაროდ ქართული ოცნება სულ უფრო შემაშფოთებლად იქცევა, მათ შორის ახორციელებს მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და წამებას, მაგრამ არსებობს იმედი, ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ეს არ არის საიდუმლო, ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი. მათ იციან ვინ არიან, სახელმწიფო დეპარტამენტმაც იცის და ბაიდენის ადმინისტრაციამაც. მაშ მოდით დავიწყოთ. ღრმად ვარ იმედგაცრუებული, რომ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ეს არ იქნება ტვირთი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ტვირთი დასანქცირებული პირებისთვის. არ მესმის, რატომ არ განხორციელდა ეს? არა კომპეტენტურობის ბრალია, სიზარმაცის თუ სხვა რამის, მაგრამ არ გაგვიკეთებია. მე მინდა მოვუწოდო ადმინისტრაციას, რომ ჩაერთოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთდეს. ისარგებლოს შესაძლებლობით იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დავაწესეთ. ქართველ ხალხს არ სურს, რაც იქ ხდება, არ სურს საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება, მათ სურთ დასავლეთისკენ ცქერა. უნდათ იყვნენ ევროკავშირის, ნატოს ნაწილი. მოდით დავეხმაროთ მათ, რაც შეგვიძლია მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების ნაბიჯების გამო 2024 წლის 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამას წინ უძღოდა ორმხრივი ურთიერთობების ყოვლის მომცველი გადახედვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სავიზო სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნის გამოაცხადა. ის შეეხებოდა ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებსა და კერძო პირებს, ჯამში 30-მდე ადამიანს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მორიგი სანქციები 16 სექტემბერს გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვა მაშინ 60-ზე მეტ პირს შეეხო, მათ შორის ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს, ასევე პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში. 16 სექტემბერს საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც. სიაში 4 პირია შესული: პრორუსული ძალადობრივი მოძრაობის ალტინფოს ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო წელს ამერიკამ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება შეუჩერა და განუსაზღვრელი დროით გადადო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი.